4 ოქტომბრის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება. არ არის გამორიცხული განაჩენი დღეს გამოცხადდეს საბრალდებო სკამზე არიან პოლიტიკოსები, მსოფლიო ბანი და პოლკოვნიკი. ამ ჯგუფს რეჟიმი ყველაზე მძიმე მუხლით ასამართლებს, ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რა თქვეს სხდომაზე რეჟიმის პატიმრებმა, დეტალებს ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება. ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, 4 ოქტომბრის საქმის ამ ეპიზოდზე დასკვნითი სიტყვა ერთმა ადვოკატმა თქვა, შემდგომ კი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაინტერესდა სურდათ თუ არა მხარეებს ესარგებლად რეპლიკის უფლებით, რაზეც პროკურატურამ უარი განაცხადა და აღნიშნა სხდომათა დარბაზში, რომ მათ დასკვნით სიტყვაში საკუთარი პოზიცია სრულყოფილად ჩამოაყალიბეს, ახლა კი საპასუხო დაცვის მხარისათვის და ასევე ბრალდებულებისათვის აღარაფერი ჰქონდათ. შესაბამისად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე უკვე 10 ბრალდებული საბოლოო სიტყვის მოსმენაზე გადავიდა. დაპირებისამებრ თითოეულ მათგანს 9 საათი ეძლევა იმისათვის, რომ საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბოს სასამართლოს წინაშე და მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაარწმუნოს, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ხელისუფლების ძალადობრივი გზით გადატრიალება და რაიმე სახის ძალადობაში მონაწილეობა, მით უფრო კი მისი ორგანიზება. პირველი, რომელმაც საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა, მსოფლიო ბანი და ახლა უკვე ბრალდებული პაატა ბურჭულაძე არის. მან თავის ვრცელ სიტყვაში მოსამართლეს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ბრძოლის ხაზი არის ორი ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ეს არის რუსთაველის გამზირზე, ხოლო მეორე არის ციხეში. საკმაოდ ბევრი ჰქონდა პაატა ბურჭულაძეს სათქმელი მოსამართლისთვისაც, წინასწარ დაწერილი სიტყვა მან ტრიბუნიდან წარუდგინა სასამართლოსა და დამსწრე საზოგადოებას, ასევე საკუთარი სიტყვის ნაწილი თქვა კიდევ ერთმა ბრალდებულმა პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა აქციებთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად პირველივე დღიდან საზოგადოებას აქვს პროტესტი და როდესაც ეროვნული ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, არ საჭიროებს აქციების გამართვას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების პირობებში საკმაოდ მრავლად არის საპროტესტო აქციები, პირდაპირ მიუთითებს ქართული ოცნების ანტიეროვნულობაზე. ასეთი იყო ირაკლი ნადირაძის სიტყვა. უფრო ვრცლად კი რა ჰქონდათ სათქმელი ბრალდებულებს, რომლებსაც მრავალი წლით პატიმრობა ემუქრებათ, შეგვიძლია მოვისმინოთ. ამ პერიოდში ჩემი თვალით ნახეთ ცრუმოწმე პოლიციები, რომლებიც იქცინათ მარტო ტელევიზიით მენახავ და დავხდი მათ საცოდოებში. გავიცანი და დავმეგობდი საქართველოს პატრიოტ მოქალაქეებთან, რომელიც ვერ დაგეხა მოქალაქეებში. დავკვდი იმაში, რომ ეს პროტესტი არ ჩაქრება თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოპარე ქართული ხალხი არ დაემდება და აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორ დიდმა პატრიოტებმა პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლისა ხელის მოსაწერად მოგახდოთ ჩემი ნევროლოგი. ისინი გარდამებულები არიან, რომ მე საფრთხევარ მათ კარგად აცხოვრებს ცხოვრებაში და იციან, რომ თქვენს ასწავლეთ. იცოდეთ და დაემახსოვრეთ. მე რა მოგივარ, იმას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო არასდროს არ დამედება და ყველანი აუცილებლად არის პასუხს ხალხის წინაშე. აქციას თავისუფლების დემოკრატიის გამოხატულება და ეს აღრობას და ხელისუფლებას და კომუნიკაციის ერთგვარი ფორმა, როდესაც ხალხი ცდილობს ქვეყნის სათავეში მაღალში იმსოს გააგრძელოს მისი ხმა და მისი პროტესტი და როცა ხავს ეროვნული და ადეკვატური ხელისუფლება, როგორც წესის გავსებითი სამთავრობო აქციები არასოდეს შემაღლდა უყურებთ და რეაგირების გადაში. და ყველა ნორმალური ხელისუფლება ცდილობს გამოსავლის ფორმას. აი ამ უზრუნველ ცხოვრებას, აი მაგალ გონორარებს ბატონმა პაატანას დანარჩენ ადამიანებს ვარჩიოთ თუჩაში გომა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის და ეროვნული მოგონებისთვის ბრძოლა. ჩვენი მიზანი არ არის აქციებზე ბრძოლა. ეს არის ჩვენი ფობია, არც მატაცება და არც ფობია რევოლუციას ასწავლება ვინმე, ამ განას უყავდეს ხელისუფლება, რომელიც უსმენს და ემორჩილება ხალხის ზებასა და არჩევანს. ნორმალურ ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება აღქმაურდება იცვლებოდეს არჩევნების გზით. ხოლო ამისთვის სახელმწიფოში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი, გაუჩინებელი, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები.
სხდომაზე სამუშაო დრო 5 საათამდე არის გამოყოფილი და თუ კი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე პროცედურულად მოასწრებს ყველა ბრალდებული საბოლოო სიტყვის მოსმენას, არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება მან დღესვე გამოაცხადოს, თუმცა თუ კი ერთი ბრალდებული მაინც დარჩება, მას მოუწევს სხდომა გადადოს და გადაწყვეტილება შემდგომ სხდომაზე გამოცხადდეს 4 ოქტომბრის საქმეზე. სულ ბრალდებული 64 პირი არის და სამართალწარმოება 5 ეპიზოდად მიმდინარეობს, თუმცა პირველი სწორედ ლიდერების საქმე უნდა იყოს, რომელზეც გადაწყვეტილება გამოცხადდება, ხოლო ამის შემდეგ დანარჩენ მონაწილეებთან მიმართებით იმსჯელებს სასამართლო.